გამარჯობა, გიორგი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის დავშვებთ და სინდისის პარტია. კეთილი ბატონო, გიერთდებით მაგ მოწოდებაში და ლელო ძლევს საქართველოსთვის რატომ არ უერთდება ამ ალიანსს. პირველ რიგში აქვე დედის დღეს მიულოცავ ყველა დედას საქართველოში და მთელ მსოფლიოში. უსურვებ რომ მათი შვილები ცხოვრობდნენ თავისუფალ საქართველოში, ისეთ საქართველოში, ნორმალურ ქვეყანაში, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი ვიბრძვით და ამ შემთხვევაში გუშინ გაერთიანებული 9 ოპოზიციური პარტია, პროდასავლური პარტია და ჩვენი პარტია მიზანში ვართ ერთნი. ეს მიზანი საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშაც არ დგას, არის რეჟიმის ცვლილება. რეჟიმის ცვლილებისთვის ჩვენ თუ ერთი ხარ მიზანში ბარემ ერთად ყოფილიყავით. რატომ? მე ამ კითხვას დავსვამ. მიზანი თუ ერთია, გზაც ალტერნატივა შექმნილიყო ხელისუფლების ძლიერი ალტერნატივა, რომ ხალხმა დაინახოს ძალა და ალტერნატივა. კი ბატონო, ვისაუბროთ ამ საკითხზე. თუ მიზანი ერთია, რა უფრო მნიშვნელოვანი არის ერთად ვიდგეთ თუ მნიშვნელოვანი არის რომ მიზანს მალე მივახციოთ და უფრო ეფექტურები ვიყოთ, ხო? ერთობაო ამაზე იყო საუბარი. გასაგებია, მაგრამ ჩვენ სხვაგვარად უყურებთ. პირველ რიგში ჩვენ პატივს ვცემთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ოპოზიციური ფლანგის ამ ნაწილმა. ჩვენ მიგვაჩნია რომ წარმატებებს უსურვებთ მათ ბუნებრივია ამ ბრძოლაში, საერთო ბრძოლა გვაქვს ამ თვალსაზრისით. თუმცა მიგვაჩნია რომ ახლა ჩვენ ვიმყოფებით ჰიბრიდულ ომში. ამაზე ხო არავინ დაობს. რუსეთის ხელდასმული რეჟიმი ყავს ქართული ოცნების სახით. ბიძინა ივანიშვილი არის რუსეთის წარმომადგენელი, შესაბამისად ჰიბრიდულ ომში არის ჰიბრიდული სტრატეგია საჭირო. ჩვენი ხედვა ასეთია. იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის სტრატეგიული მიზანი გქონდეს და ეს სტრატეგიული მიზანი ერთი და მარტივია. თუმცა ამ მიზნისკენ მიმავალი გზა და თვითონ სტრატეგია არ არის აუცილებელი რომ იყოს ერთიანი. ამას აქვს ძალიან პრაგმატული მიზეზი. კერძოდ ის რომ ჩვენი საზოგადოება არის მრავალფეროვანი. დღეს 2026 წელს მრავალფეროვნებაზე ვარს არ ვამბობთო. არა, გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ რომ ის აღქმა, რომელიც შეიძლება საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში არსებობდეს, ხო? აი, გავაჩეროთ რამდენი vox pop-ი რომ ჩავატაროთ 10 ადამიანიდან, ვინ როგორ აღიქვამს მრავალფეროვნებას, ვინ როგორ აღიქვამს იმ პოლიტიკურ სურათს, რომელიც შეიძლება დაიდოს, ხო? ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის საზოგადოება, რომელიც არის ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, გადამწყვეტი უმრავლესობა, ჩვენ ეს 2024 წელსაც დარწმუნებული ვართ, რომ ამ საზოგადოებამ უარი უთხრა ქართულ ოცნებას. ეს საზოგადოება არის მრავალფეროვანი. განსხვავებული არის, ხო, ვითარება, როგორიც იყო 2012 წელს თუნდაც, 2003 წელს, 90-იან წლებში. მანამდე დღეს სხვაგვარი არის საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრიც სხვაგვარია. პოლიტიკური გემოვნებაც სხვა არის, აქ არ ვსაუბრობ რაღაც იდეოლოგიურ განსხვავებებზე, რომელზეც აუცილებლად მოგვიწევს საუბარი რეჟიმის ცვლილების შემდეგ, როდესაც გვექნება ნორმალური ქვეყანა. ახლა ჩვენ მართალია ყავს საერთო მტერი და ეს არის ქართული სახელმწიფოს, ქართული დემოკრატიის, სუვერენიტეტის და ხვალინდელი ევროპული და დასავლური მომავლის მტერი, ხო? ივანიშვილის რუსული რეჟიმის სახით. ამ ვითარების გათვალისწინებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ გვაქვს უფლება რაიმე დანაკარგი განიცადოს წინააღმდეგობის მოძრაობამ და ოპოზიციურმა ბრძოლამ. ჩვენი საზოგადოება არის განსხვავებული და ვფიქრობთ, რომ ამ განსხვავებულ სეგმენტებს სხვაგვარი მიდგომა სჭირდება. ჩვენ პარტიას ძლიერ საქართველოს ლელოს ყველაზე უკეთ რომელ სეგმენტთანაც შეუძლია მუშაობა და ჩვენი მთავარი სათქმელის მიტანა და კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ მიზნის სწრაფად მიღწევა, რომელიც გულისხმობს რეჟიმის ცვლილებას, ჩვენ ვიმუშავებთ უფრო ეფექტურად და ვფიქრობთ, რომ უფრო ეფექტურები ვიქნებით იმ კონფიგურაციის გარეშე, რომელიც არის შემოთავაზებული. ეს არ ნიშნავს არავითარ შემთხვევაში არც დაპირისპირებას, არც კონკურენციას, მაგრამ ეს ნიშნავს ბევრის აღქმაში, რომ თქვენ ერთიანობას არ ღვევთ ასე. ხო და ეს არასწორი აღქმაა და ამის გასახსნელად ერთიანობა ყოველთვის მომხიბვლელი იდეაა. ამის ასახსნელად ვარ მე სწორედ აქ, რომ ერთიანობის იდეა, სიტყვა ერთიანობის გაგება არის სხვადასხვაგვარი და სხვადასხვაგვარად აღიქვამს ამას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი. ხო, რას ნიშნავს ერთიანობა? ზოგადად ერთიანობის მომხრენი ჩვენ არათუ ვართ, არამედ ამის
ამის ინიციატორები არაერთხელ ყოფილვართ, დაგვიმტკიცებია ეს წარსულში. იყო ეს მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, გახსოვთ თქვენ 2024 წლის ბოლოს ალტერნატიული პარლამენტი, რომ ერქვა პირობითი სახელით, ხო? იმ დროს და იმ ეტაპზე ჩვენი ბრძოლის იმ გამოწვევების საპასუხოდ ეს იყო ყველაზე კარგი საშუალება პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისა იმ პროცესების პარალელურად, რაც ქუჩაში მიდიოდა, გულისხმობ ადუღებულ რუსთაველს. ჩვენ ვიყავით ქართული ქარტიის ხელმომწერები და სხვათა შორის ეს ქარტია მე მგონი არავის გაუუქმებია. ის ვალდებულებები, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ აიღო, დღესაც გვბოჭავს ჩვენ. შესაბამისად, აქ არაფერი სიახლე ჩვენთვის არ არის. ჩვენ ვიყავით სალომე ზურაბიშვილის ფორმატის, მე მგონი ბოლო წევრები, სხვები უკვე რომ წასული იყვნენ ამ პლატფორმიდან და მაგიდიდან ჩვენ მაინც აქ ვიყავით 4 ოქტომბრის არჩევნებში გასვლასაც ერთობლივი ძალებით თავაზობდით სპექტრს. შესაბამისად, აქ ფუნდამენტურად არასწორი იქნება იმაზე საუბარი და იმის ხსენებაც კი რომ თითქოს ლელო ერთიანობის წინააღმდეგია. საერთო სტრატეგიულ მიზანზე координацიაში ჩვენ მანამდეც ვიყავით, მომავალშიც ვიქნებით. პრობლემას კი არ გვიქმნიდა. ნაციონალურ მოძრაობას ერთად არ გინდოდათ არიანში. ჩვენთვის ნაციონალურ მოძრაობის ჩვენთვის ხო, აი ასე საკითხის ჩვენება საზოგადოებისთვის მე მგონი არ იქნება სიმართლის შესაბამისი, იმიტომ რომ ჩვენ ყოფილა სხვადასხვა ეტაპზე ისეთი გარემოებები და ისეთი ფაქტები, მოვლენები გახსოვთ თქვენ 2021 წლის მეორე ტური ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნებოდა ეს საპროტესტო აქციები ჩვენ ვდგარვართ ყოველთვის იმ ადამიანების გვერდით, ვისთანაც შეიძლება არ გვაკავშირებდა პოლიტიკური წარსული, მაგრამ ჰქონდა ერთი მიზანი. ახლაც კიდევ ერთხელ ვამბობ, პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, ეროვნულ პარტიებს ეს მიზანი გვაქვს, მაგრამ სწორედ ეს მიზანი რომ არ დავაზიანოთ, ეს მრავალფეროვნება რომ არ გაქრეს, ის რომ აუთვისებელი არ დარჩეს მიზნისკენ მისაღწევი გზები და შესაბამისად არ დაიკარგოს ის საპროტესტო ენერგია, რომელიც არის ჩვენ საზოგადოებაში, ამიტომ ვამბობთ, რომ დამოუკიდებელი გზა, დამოუკიდებელი ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. პირიქით, ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ ლელო არის ის პარტია, რომელიც მხოლოდ ერთადერთი პარტია იქნება, რომელსაც შესწევს ძალა, დაამარცხოს ქართული ოცნება და გადაიბაროს ხელისუფლება. ესეთი პოლიტიკური პარტია არ არსებობს, ბუნებრივია დღეს და ეს განასხვავებს საქართველოს დღევანდელობას 2012 წლისგანაც, 2003 წლისგანაც და 90-91 წლების მდგომარეობისგანაც, ხო? სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ყველა გზა ავითვისოთ მაქსიმალურად. იმიტომ რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის შეიძლება იყოს მისაღები ჩვენი გზა ან ჩვენი პოლიტიკური ძალა, მაგრამ რაღაცა ჰქონდეს პრობლემა სხვა პოლიტიკურ ძალებთან. ისევე როგორც იქითა მხარეს, იქითა ფლანგზე, ოღონდ ოპოზიციურ ფლანგზე ვიღაცა შეიძლება ჰქონდეს რაღაც პრობლემა ლელოსთან. ის რომ ჩვენ სინერგია მოვახდინოთ ამ ენერგიის, ამ საპროტესტო ენერგიის ოპტიმალურ გზად მიგვაჩნია ასეთი ტიპის განვითარება. ანუ ეს ალიანსი ამოსვლა იმუშავებს ერთად, მაგალითად საპროტესტო აქციების დაგეგმვაზე, გაზრდაზე საპროტესტო მოძრაობის. თქვენ მათ ერთად იმუშავებთ, იქნებით თუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი არის. ყოველთვის ვამბობდით, რომ კონსტიტუციური, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში რეჟიმის ცვლილება აუცილებლად უნდა მოხდეს არჩევნების გზით. როგორი წნეხი უნდა განვავითაროთ ჩვენ და გამოვიწვიოთ რეჟიმზე, ამას აქვს ეროვნული შიდაგზები, მათ შორის ერთ-ერთი არის საპროტესტო აქციები, არის საგარეო წნეხი, როდესაც ჩვენ მუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ეს არის ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და მე აქვე შეგახსენებთ, რომ მაგ არანაირი არც წინააღმდეგობა, არც აცდენა სხვა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებთან ჩვენ არ გვაქვს და წინააღმდეგობა არასდროს ყოფილა საგარეო კომუნიკაციაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2024 წელს დაიწყო წინააღმდეგობის მოძრაობა და ამისი შედეგები და ნაყოფი ჩვენ უკვე გვაქვს ის სტატუს კვო, რომ ქართული ოცნება აღიარებული არის როგორც არალეგიტიმური ძალა, როგორც ხელისუფლების მიმტაცებელი ძალა, ჩაგვრელი და რეპრესიული ავტორიტარული ძალა, ეს არის მათ შორის ჩვენი თანმიმდევრული და ჰარმონიზებული საგარეო კომუნიკაციის შედეგიც. კიდევ ერთხელ ვამბობ, ახალი არჩევნები იქნება
სინდისის პატიმრების გათავისუფლება იქნება, არაბული ინვესტიციები იქნება ეს, ტოტალური კორუფცია ამ ქვეყანაში, ქვეყნის საგარეო კურსი იქნება. აქ ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა არ აგვაქვს, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცა კიდევ უფრო სხვა ფორმალურ შეთანხმებაში შევიდეთ და მოვაწეროთ ხელი იმის მიღმა, რასაც ხელი ისედაც გვაქვს მოწერილი გულისხმობს კიდევ ერთხელ ქართულ ქარტიას. ამის საჭიროება არ არის, არც წინააღმდეგობა არ არის და ისეთ დაშვებას მოგავაკეთებთ, თითქოს აქსიომა იყოს, რომ თუ თქვენ ამაში წინააღმდეგობა არ გაქვთ, რატომ არ ხართ ერთად? სადაც საჭირო არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხო, ის დემონსტრირება საერთო გზავნილის მიტანა ჩვენ საგარეო პარტნიორებთან აქ არანაირი წინააღმდეგობა არ არის და შესაბამისად ამ საქმეს ხელი არ შეეშლება. ისე როგორც აქციებზე მარტო თქვენ დადიხართ და როგორც მახსოვს. ბატონი არ დავდივარ ჩვენი სხვა კოლეგებიც დადიან, მე შეიძლება ყველაზე ხშირად დავდივარ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ბრძოლის მეთოდი მიგვაჩნია ერთ-ერთ უმნიშვნელოვნესად მისი გაზრდა და გაძლიერება კონსტიტუციურ ფორმებში მიგვაჩნია ეს ძალიან მნიშვნელოვან საწინდარად რეჟიმის ცვლილებისთვის რის გამოც ხელს არ აწერთ თუ ნაციონალურ მოძრაობას მაგალითად გახარეს პარტია ამბობს რომ წითელი ხაზია ჩვენთვის ნაციონალურ მოძრაობა და პირდაპირ ამბობს რა მიზეზია რის გამოც ისინი ხელს არ აწერენ თქვენგან ეხლა სიმართლე გითხრათ ვერ გავიგებდი კიდევ ერთხელ კიდევ ერთხელ ბატონო მერაბ კიდევ ერთხელ იმათი აზრი იმათი მიზეზი გასაგებია ჩვენ არ ვსაუბრობთ თქვენი მიზეზი ხო თუ ეს წინააღმდეგობა არ გაქვთ რომ ნაცებთან არ დავდგები რასაც ამბობენ გახარიას პარტია მაშინ რა შეიძლება იყოს მიზეზი ის ხო არ არის მიზეზი რომ მაგალითად რაც მოხდა ხა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე როცა გაიყო თქვენი აზრი არჩევნებში თქვენ შეხვედით და ეს პარტიები არ შევიდნენ თუ მომავალ არჩევნებზეც ასე მოხდება არ გინდათ რომ დამოუკიდებლად მიიღოთ გადაწყვეტილება და თქვათ სხვების გავლენის ქვეშ არ აღმოჩნდეთ ეს ასე ნამდვილად არ არის 4 ოქტომბრის არჩევნებამდეც ჩვენ ვამბობდით რომ მთავარი ფოკუსი უნდა გავასწოროთ ჩვენ ბიძინა ივანიშვილზე და რუსულ რეჟიმზე ჩვენ არასდროს დავსხმევართ თავს ოპოზიციას რა თქმა უნდა ჯანსაღი კონკურენცია უნდა არსებობდეს განსაკუთრებით საარჩევნო ციკლში მაგრამ მე კიდევ უფრო კაფიოთ რომ აგიხსნათ და იმედია ამის შემდეგ მაინც გაიგებთ თქვენს და ჩვენი მაყურებელიც პარალელი გავავლოთ 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ ვითარებასთან. მაშინაც იყო ასეთი იდეა რომ ერთიანი სიით ხო არ გავიდეს ოპოზიცია. მაშინ ჩვენ თვლიდით და ახლაც მიგვაჩნია რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო უნდა შექმნილიყო რამდენიმე სიმძიმის ცენტრი. არა სრული ფრაგმენტაცია რომ 5%-იანი ბარიერი ვინმეს არ გადაელახა, არამედ რამდენიმე სიმძიმის ცენტრი უნდა შექმნილიყო, რათა ოპოზიციურ ველზეც საზოგადოებას ამომრჩეველს ჰქონოდა არჩევანი და ეს იყო სწორი გზა. ახლაც დაახლოებით მსგავსი პრინციპით მოქმედებთ ამ ეტაპზე ამ გამოწვევების საპასუხოდ მიგვაჩნია რომ საზოგადოების მრავალფეროვნებიდან და მათი შეხედულებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია რომ ყველა სეგმენტამდე მივიდეთ. ყველას ერთად დგომით ჩვენ არ გვგონია რომ ამ ყველა სეგმენტს ჩვენ დავფარავთ. დაიკარგება ეს ენერგია და ჩვენ საბოლოო მიზანს აი ამ საერთო მიზანს ვერ მივაღწევთ ასე. ის პარტიები რომლებიც დაჯგუფდნენ ხო ალბათ გაცილებით უფრო ეფექტურები იქნებიან ორგანულად მათი ამომრჩევლის შეხედულებებიდან გამომდინარე ბუნებრივი და გამომდინარე მათთან იმუშავე თქვენთან იყო თავისუფლების მოედანი იყო და თავისუფლების მოედანი არის დამოუკიდებელი პარტია რომელმაც თავისი ნაბიჯები პოლიტიკაში ჩვენს კოალიციაში გადადგა, მაშინ პოლიტიკური პარტიაც არ იყო, ისინი გასულ წელს ჩამოყალიბდნენ როგორც პოლიტიკური პარტია, ეს მათი არჩევანია. როგორც თავისუფლების მოედანში, ასევე სხვაგანაც ჩვენ ყავს კოლეგები, მეგობრები მათ შორის, ხო, ახალგაზრდა პოლიტიკოსები არიან. მათ შორის სხვადასხვა პარტიაში იმ 9 პარტიიდან, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს საერთო ბრძოლის წარსულიც და გამოცდილებაც და მომავალიც. პოლიტიკურად ისინი თქვენთანაც ჰქონდათ საერთო ამათანაც იპოვეს. გასაგებია, მაგრამ მე მგონი მათ როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს თავად აქვთ ამაზე პასუხიც, ყავდათ წინა ბლოკში წარმომადგენელი, ეს მათი გზაა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ამ ერთობას ვუსურებთ წარმატებას საერთო ბრძოლაში, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სტრატეგიით, პატივს ვცემთ იმასაც, რომ ისინი ამ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში, რაც მე მაქვს მოსმენილი, პატივს ვცემენ ჩვენს განსხვავებულ სტრატეგიას და არანაირად არ წაადგება ეს საერთო საქმეს, რომ ეს გახდეს რაიმე დაპირისპირების კერა.